Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვაგზელებთ საინტერესო თემას, საუბარს აგერა თბილისის ჩანჩქერზე ვიყავი. დრონით ვეცადე გადამეღო კადრები, მაგრამ ვერ მივუახლოვდი, რადგანაც არ მქონდა პულტი წამოღებული დრონის და ტელეფონით ვერ გავრისკე, ტელეფონზე ისე შორს წაღება. იმიტომ რომ შეიძლება დამეკარგოს ან ჩამოვარდო და წყალში, ამიტომ არ ემავსქენი. არ გავრისკე უბრალოდ. მაშასე, დღეს მინდა ცოტა რამე გელაპარაკოთ. ისეთი რამე, მაგალითად, რაც ბევრს თქვენგანს არ გაქვთ შემჩნეული. ეს არის იოანეს სახარებაში აღწერილი იესო ქრისტეს ტანსაცმელი, როდესაც მას გახადეს და ჩააცვეს ძოწეული. მოასხეს ძოწეული. საინტერესოა ეს, რატომ მაინდამაინც ძოწეული ჩააცვეს იესო ქრისტეს და მაგალითად არ ჩააცვეს სხვა რამე. მაგრამ იქ კონკრეტულად არის მითითებული, რომ მოასხეს მას ძოწეული. ეს არის შემოკარგებო ძალიან საინტერესო რამე, რომ ძოწეული ბიბლიაში არის ნახსენები 52-ჯერ. და ის ყოველთვის სიმბოლიზირებდა ცოდვასთან. დიდარი და ლაზარეს იგავით ხო გახსოვთ? აი ესეც. მაგრამ ყველაზე მეტი ასოციაცია, ანუ მინიშნება, რომ ის ცოდვასთან ასოცირდება, თავად უფალი ამბობს ესაია წინასწარმეტყველის პირველი თავის მე-18 მუხლში. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ახალი აღთქმის ტექსტის გაგება, თუ თქვენ გინდათ, თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ კონტექსტი. კონტექსტი ეს არის ძველი აღთქმის კარგად ცოდნა. რა მომენტი ხდება? ეს არის სწორედ ის მომენტი, როდესაც იესო ქრისტემ იწვირთა ცოდვები. ესაიას 18-ში ამბობს, პირველი 18-ში ამბობს, რომ თქვენი ცოდვები ძოწეულივითაც რომ იყოსო, თოვლივით გავათეთრებო. აი ამაზე ამბობს ზუსტად ის, რასაც იესო ქრისტესზე წინასწარმეტყველობდა ესაია. და ზუსტად ეს არის ის მომენტი, როდესაც ასრულდა ის, რაც დაწერილი იყო. რაც დაწერილი იყო. ეს არის ის მომენტი და ამიტომაც თქვენ უნდა გესმოდეთ, იოანეს სახარება ეს არის ერთ-ერთი ძალიან ღრმა სახარება. მათეს და იოანეს სახარების გაგება, თუ თქვენ გინდათ, თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ ძველი აღთქმას კარგად, თავისი სიმბოლიკით და თავისი სულიერი დანიშნულებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მიხვალთ, როგორც ტრადიციულად დღეს ორთოდოქსული ეკლესია, პური და ღვინო მართლა რომ ქრისტეს სხეული გონია და გადასული არიან კანიბალიზმში. იმიტომ რომ მათ არ აქვთ ცდომა, მათ არიციან იოანეს სახარების ენა. რა წერდა იოანე? ვის წერდა, ვინ იყო აუდიტორია იოანეს სახარების? ამიტომ ჩემო კარგებო, ფრთხილად უნდა იყოთ, როდესაც უსმენთ ასეთ ვაი განმარტებებს, რომლებსაც მოაქვთ რაღაცა და გონიათ რომ რაღაცა იციან, სინამდვილეში არ იციან. იმიტომ არ იციან, რომ ეკლესია როდესაც მოწყდა თავის ებრაულ ფესვებს, თავის ებრაულ კონტექსტს, მათ უნდა შეეფსოთ რაღაცა და შეეფსეს ის, რასაც ელენური სამყარო იცნობდა, ანუ ფილოსოფია. და ამ ფილოსოფიური განმარტება მიუსადაგეს წმინდა წერილებს, ებრაულ მსოფლმხედველობას და გამოვიდა ის აჯაფსანდალი, რაც აქვთ ახლა დღეს მათ თავიანთ თეოლოგიაში. მე არ ვეწინააღმდეგები მათ, უბრალოდ როდესაც მეუნებიან და ამბობენ, რომ თქვენო არ გაქვთო მოზიარობა, მადლობა ღმერთს, რომ მოზიარობა არ მაქვს მათ კანიბალურ რიტუალებში. ძალიან დიდი მადლობა უფალს ამისათვის. მე სიტყვა მოზიარობის, რასაც იესო ქრისტე ამბობს, იმის თავდაპირველი მნიშვნელობა ვიცი რას ნიშნავს, იმიტომ რომ ებრაელი ვარ და ის ებრაელებს ესაუბრებოდა. ამიტომ ჩვენი არხის მიზეზი არის არა ვიღაცების დაკნინება ან რაღაცეების დამცირება, არამედ არის ის, რომ გადმოვცეთ სწორი ინფორმაცია იმისა, თუ რას ნიშნავდა ის იმ საუკუნეში, იმ დროს ასნიშნავდა
და რას ნიშნავს ის დღეს ჩვენთვის. გარდა ამისა, იოანეს სახარებაში კიდევ არის რომ გავგრძელდება, რომ კითხულობ ჩვენ იქ წერია რომ მისი ტანის სამოსი 4 ნაწილად გაყვეს. ძალიან საინტერესოა ჩემო კარგებო რომ კარვობის დღესასწაულზე, როდესაც მღვდელი გარდაცვლილი მღვდელი იყო, მის ტანსაცმელებს არ აგდებდნენ. მის ტანსაცმელებს ხევდნენ, ჭრიდნენ და ამ ნაჭრებისგან აკეთებდნენ ფითილს დიდ სასანთლეზე, რომელიც იყო კარვობის დღესასწაულზე და კარვობის დღესასწაულზე, როდესაც ამას ქვია მერვე დღე, შმინი აცერეთ, ასე ქვია მეორენაირად, ანუ იგივე სიმხათო რა, ებრაულად. მერვე დღეს ამ კარვობის დღესასწაულის ანთებდნენ სულ მთელ იერუსალიმს და ანათებდა ისეთ იმდენად კაშკაშა იყო, რომ თალმუდი გვეუბნება, ამას იერუსალიმის თალმუდი ამბობს სხვათა შორის, გვეუბნება, რომ წიგნის საკითხვა შეგეძლო თავისუფლად, ანუ რაღაცა დაწერილი საკითხვა შეგეძლო იმ ღამეში. ისეთი ჰქონდა მას სინათლე და ამიტომ ეს არის ძალიან სიმბოლური. რატომ მოვყევით ტანსაცმელთა მემართებაში? გახსოვთ იესო ქრისტე როცა ამბობს მე ვარ ნათელი ამავე ქვეყნისა. ზუსტად ამ კარვობის დღესასწაულის მერვე დღეს თქვა იესო ქრისტემ ეს სიტყვა მე ვარ ნათელი. და ამ ტანსაცმლიდან ზუსტად რომელიც მოაცვეს ძოწეული, რომელიც სიმბოლიზებდა ცოდვის დატვირთვას, ასევე სიმბოლიზირებდა იმას, რომ მისი ტანსაცმელებიდან მღვდელმთავრები კარვობის დღესასწაულზე ანთებდნენ ფითილს, სინათლის ფითილს. და ეს ასოთ ის მღვდელმთავარი, რომელმაც იტვირთა ჩვენი ცოდვები და რომელსაც აგრეთვე აქვს სინათლე. ყველაზე მთავარი არის დარჩენა მასში. აი მასში დარჩენას ჭირდება მისი სინათლე. და ეს მისი სინათლე გვიკვალავს გზას ვიაროთ მასთან ერთად. აი ეს მინდა მეთქვა მოკლედ, მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომელსაც ქვია ქრისტიანობის ებრაული ფესვები. ამ დღეებში თუ უფალი ინებებს პრაღაში მივფრინავ კონფერენციაზე. კონფერენცია ეძღვნება ისრაელს და საერთოდ ისრაელის გეგმებს ბიბლიური პერსპექტივიდან, რასამოს ბიბლია ისრაელზე, მომავალ ისრაელზე და აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესოა. მე ვეცდები საინტერესო ვიდეოები თუ ადგილებზე თუ მოხვდით შეხებ პრაღაში, გაგაცნოთ, გავაკეთო ვიდეო, რაღაცები გეგმაში მაქვს, მაგრამ არ ვიცი რომ პროგრამაში თუ ჩავეტევ, რომ პროგრამა ცოტა სხვანაირი გვაქვს, არ ვიცი ჯერ ბოლომდე რა პროგრამა იქნება, თუ გვექნება საშუალება ამის. მაგრამ ვეცდები მოხვდეთ იქ ებრაულ კვარტალში, აუცილებლად უნდა მოვყვეთ და იან ხუსის პირველი რეფორმატორი ადამიანის, ვინც ეწამა ქრისტიანობისათვის და წმინდა წერილის დასვისათვის სევია ტრადიციულმა ეკლესიამ აწამა ის, იმის გამო რომ მან თქვა რომ დაუბრუნდეთ ეკლესია ბიბლიის კითხვას და ბიბლიის შესწავლას და არიბოდიალოს იმ ანტისემიტი მამების განმარტებებით, არამედ დაუბრუნდეს წმინდა წერილს და წმინდა წერილის სიტყვებს. ჩემო კარგებო, გახსოვდეთ ერთი ოქროს წესი. მინდა რა სანამ წავალ რაღაც კიდევ გითხრათ. ერთი ოქროს წესი. რაც არ უნდა განმარტება კარგი იყოს, თუ ის ეწინააღმდეგება წმინდა წერილს, ის არ ვარგა. წმინდა წერილი არის ეკლესიაზე დიდი ავტორიტეტი. ეკლესია წმინდა წერილის საფუძველზეა დაფუძნებული და არა წმინდა წერილია ეკლესიის პროდუქტი, როგორც ასე ასწავლიან. ეს მათ აწყობთ მასე შემოკარგებო და მეტი სხვა გზა არ აქვს. მაშინ რო აღიაროს წმინდა წერილის ავტორიტეტობა,
მაშინ მათმა იციან რომ წინააღმდეგობაში მოდიან იმასაც თვითონ აკეთებენ და როგორ ცხოვრობენ. ამიტომ გამოიგონეს ეს თემაც, რომ თქვასო, ბიბლია ჩვენი დაწერილია, ჩვენი შექმნილია, ჩვენ შევკარითო. აქედან გამომდინარე რომ ღმერთის სიტყვა ვერ იქნება ეკლესიაზე მაღლაო. და ეს ხაპრები დააჯერეს ხალხს სამწუხაროდ და ჯერავს ეს ხალხს, მაგრამ ვინც კარგად იცის ქრისტიანობის ისტორია და ეკლესიის ისტორია, მათმა ყველაფერი კარგად იციან. ასე რომ ჩემი რჩევა გამოიკვლიოთ ეს ყველაფერი. ხო და თუ ვინმეს გააქვთ სურვილი, კიდევ ერთხელ კონკრეტულად აღარ ვასახელებ ხალხს. თუ ვინმეს გააქვთ სურვილი და არ მოგწონთ ჩემი განმარტებები და სხვა შეხედულებები გააქვთ, მოვაწყოთ დებატები, ოღონ არა TikTok-ზე ეს სამასხარაოდ ამცალია, სიმართლე გითხრათ. მოვაწყოთ სადმე აუდიტორიაში, მოვიწვიოთ გადამღებიც და კი ბატონო, ვისაუბროთ, არაა პრობლემა. თუ თქვენ მზად ხართ, მე მზად ვარ. მაშინ ასე წარმატებები ვიყურეთ. მადლობა ყურადღებისათვის.